ეს იყო პარლამენტი, სადაც კოალიციის დაშლაში თქვენ აქტიური მონაწილეობა გაქვთ მიღებული. ანუ რა პროცესი იყო ეს იქნებ გაიხსენოთ და ასევე გაქვთ თუ არა, გქონდათ თუ არა რაიმე საკანონმდებლო ინიციატივები, როგორ ეკიდებოდა ამას პარლამენტი და რამდენად ნაყოფიერი იყო საქართველოს პარლამენტი 4 წლის განმავლობაში. და ასევე კოაბიტაციაზე მინდოდა მეკითხა, ანუ თქვენ მონაწილეობდით თუ არა ამ პროცესში? მე არ ვიცი ვისთან თანხმდებოდა რომ ეს პროცესი უნდა ყოფილიყო, ახლა ეროვნული ფორუმი ამაში ჩართული არ ყოფილა. ანუ ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას თუ კოაბიტაცია ჰქონდა ერთმანეთთან, ეროვნულ ფორუმს ამაში მონაწილეობა არ მიუღია და მეცაც გეტყვით რომ დღემდე მიმაჩნია რომ ის კადრები რომელიც დღეს განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებში არის დარჩენილი არის არა მხოლოდ პრობლემა იმის რომ ბევრი საქმე 100,000 საქმე რომ შემოდებული არის თაროზე ვფიქრობ რომ ეს სწორედ იმის დამსახურება არის რომ ჩვენ თავის დროზე სერიოზული რეფორმები არ ჩავატარეთ ამ მიმართულებით და ბევრ შედეგს ახლა კიდევ უფრო მეტად დავინახავთ უახლოეს მომავალში რაც შეეხება პროგნოზს როგორი შეიძლება იყოს ეს პარლამენტი მე წარმომიდგენია რომ უფრო კოაბიტირებული იქნება უფრო კარგად იქნებიან ერთმანეთთან იმიტომ რომ იმ საარჩევნო სქემამ და სისტემამ რომელიც ერთად დაგეგმა ჩემი აზრით ნაციონალურმა მოძრაობამ და ქართულმა ოცნებამ რომ ისინი უკეთესად იცხოვრებდნენ პარლამენტში ერთად სხვა პოლიტიკური ძალების გარეშე კარგად იმუშავა და დღეს ხვალ აი ზუსტად 15 საათ ნახევარში როდესაც გაიხსნება სხდომა ქართული ოცნება დაინახავს არა ქართული ოცნება დაინახავს რამხელა შეცდომა არის დაშვებული იმ არჩევნებში, რომელიც თვითონ იმ სისტემის მუშაობაში, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ის არჩევნები იყო გაყალბებული ბევრი სეგმენტი, ბევრი რაღაცის გამოყენებით და მას არ ეყოლება. არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე აუცილებლად დაბრუნდები 4 წლის მერე უფრო სხვა მოცემულობაში და ბევრად უფრო უკეთეს ვითარებაში. მაგრამ მე ვამბობ სხვა რამეს, რომ თანაცხოვრების უკეთესი პერიოდი ექნებათ ქართულ ოცნებას, ნაციონალურ მოძრაობას, თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ახალი ბელადი გიგა ბოკერია იქ იქნება, აი ეს ბელადის გამოსვლა იქნება ხოლმე კიდე ძალიან საინტერესო და არა მხოლოდ მისი ახალი მოცემულობებიდან გამომდინარეც იქნება ხოლმე ძალიან საინტერესო როგორ გააგრძელებენ ესენი თანაცხოვრებას თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ ნაციონალურ მოძრაობას საკონსტიტუციო უმრავლესობის ქონის გამოცდილება აქვს თან ცოტა სასწავლია ხოლმე როგორ უნდა გამოიყენონ ეს უმრავლესობა ეხლა რაც შეეხება არა უნდა ვთქვა ეხლა ცოტა უფრო სერიოზულად ეს რადგან ვაჯამებთ და ამიტომ მინდა რომ ხა ამაზე ესე ვილაპარაკოთ ეხლა შეეხება ძალიან სერიოზულად მინდა უსურო წარმატებები. აი ძალიან სერიოზულად, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, ადამიანმა, რომელიც რჩება პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, ადამიანმა, რომელიც დაინტერესებული იქნება თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯით და ადამიანმა, რომელსაც არასოდეს არ გაუჭირდება თქვას, რომ ეს არის კარგი ნაბიჯი, ეს არის ცუდი ნაბიჯი, აქ ჯობდა ასე, აქ უკეთესი ასე და ასე შემდეგ. ნუ გულშემატკივრობიდან გამომდინარე კი არა. მათი წარმატებული საქმიანობა პირდაპირ იქნება დაკავშირებული ჩემი ქვეყნის წარმატებასთან შესაბამისად ჩემი ქვეყნის ინტერესი ჩემთვის დეპარტიულია და ყველანაირ პარტიულ ჩარჩოს წდება. აქედან გამომდინარე მე ვუსურვებ ამ ადამიანებს წარმატებას და ძალიან მინდა რომ ბოლო პარლამენტი იყოს. ეს ამ სრულიად გულწრფელად არა იმიტომ რომ მე არ ვიქნები ამ პარლამენტში რომ 21 საუკუნეში ერთ პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, იმიტომ რომ არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი აქეთ არ მიდიან ხოლმე. მე ვფიქრობ, რომ ეს არის გადადგმული ნაბიჯი უკან. პირიქით, უნდა ისმოდეს უფრო მეტი განსხვავებული აზრი, უფრო მეტი პოლიტიკური მოსაზრება. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთ შემთხვევაში ბევრად უფრო კარგი გადაწყვეტილებების მიღება ხდება ხოლმე ერთი და მერეც მეორე. ყველა ხელისუფლებას აქვს ცუნება იმის, რომ მარტივად გაიტანოს ის, რაც უნდა რომ გაიტანოს. ახლა ასეთ შემთხვევაში თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, რომ ყველა გადაწყვეტილების მიღება მოხდება უმტკივნეულად.